გამარჯობათ. როგორ ახართ? გამარჯობათ. როგორ ახართ? გამოზ გაგიგნახეთ, აბა გამარჯობათ, როგორ ახართ? გამარჯობათ. რაღაცა გავუკეთებიათ, გამარჯობათ. არა, ეხა სასწაული, გამარჯობათ. აქ დაესწროს და გაკვეთილი უყუროს. ახლა მიდის რომ გაკვეთილი მიდის პროცესი. ეს იდეა საიდან აიღეთ? ბავშვობაში არ მიშვებდნენ სკოლაში, როცა ბავშვებს ჩემს ბავშვებთან მივდიოდი და რატო არ მიშვებდნენ არ ვიცოდი და ახლა მშობლები აქ უნდა იყვნენ ბავშვებთან ერთად. ეს 7 საოცრება აქეთ იქ. ერთი, მეორე, მესამე, ბოლომდე 7-ია. ხო. აქ სპორტ დარბაზს აკეთებთ? გამარჯობათ თქვენი. როგორ ახართ? გამარჯობათ. აბა რა სასწავლეთ? სპილო. შენ რა ქვია? ეს ზუგდიდში აბა თელევიზიო უნდა ვასწავლოთ. და ესეც სკოლებს კორეაშიც არის სინამდვილეში, ნაყოფიერ კორეაშის სკოლებში. კორეაში მაგარი სკოლები, მაგრამ ეს როგორც არის მოწყობილი, რაღაც უკეთესი. რომელ ცეკვას ასწავლეთ? კიდე რემსაც ასწავლეთ ხო? როგორ ახართ? რა ქვია? ლუკა, გამარჯობა შენ. როგორ ახართ? აბა რა შეგიძლიათ, აბა გვაჩვენე. 1 2 3 ატომიკოსენა მესალება რა მოწეული? გამარჯობა კიდე. დალაპაზები ხარ რა? ფიზიკის სასწავლო ლაბორატორია. შამგონაში ვნახე პირველად ლაბორატორია, რომელიც ბატონჯის შენმა გააკეთა. ეს არის პირველი ლაბორატორია აი ესეთი. თავის სახსრებით და მაშინ დაგპირდით რომ გზას გავუკეთებთ. ეხლა დამთავრდა ჩავშვით პროგრამაში. პირდაპირ ოკუპაციის ხაზი არიან ბავშვები შამგონაში და ბევრი ბავშვი დადის ესე ოკუპაციის ხაზი გადის ეზოებზე, საკარმიდამოებზე და გადადიან რუსების ავტომატების ქვეშ ყოველდღე და იქ გავკეთდა ეს ძალიან მაგარი ლაბორატორია. აქედან გზა არ იყო, იმიტომ რომ ის შუა აფხაზეთზე იყო მიერთებული და ეხლა როგორც იქნა დაჭირა დრო ამ გზას და ეს გზაც დასრულდა და ყოველ შემთხვევაში აი ეს ერთობლივი თანამშრომლობა. როგორ ზადებს გამარჯობა. როგორ ზადებს გამარჯობა. ძალიან სასიო. მადლობთ ესეთი მაგარი შვილი ის გაზისთვის. აი. მადლობთ. ეს ჩვენი გიმნაზიის სიმბოლური გუნდს არის. და ნებამამეცით გადმოგცეთ. ეს ჩემი პატარა ნამუშევარია პედაგოგიკაში და ძალიან ბევრი სმენია თქვენ საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრი სმენია. მე გადმოგცემთ თქვენი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ძალიან დიდი და მამულიშვილური ჭირვალების ორდენს საპრეზიდენტოს. მადლობა. მადლობა. როგორ ახართ? რა საჭმელთ ბავშვებს? რაც ბავშვებს მოეწოლებათ ეგ არის. და ჩვენი პურები ცხოვრობენ. აბა ჩემ ბავშვობაში რო ვიყავით, სასისგზე და კორჟიგზე ეგრე კი არ არის. მინდა მოგილოცოთ ასეთ მაგარ სკოლაში სწავლა. თქვენ იცით რომ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა და ერთ-ერთი ულამაზესი საქართველოში. სანამ ამ სკოლაზე დაუბრუნდებოდი ამ თემას, მე მინდა უბრალოდ შეგატყობინოთ რომ ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტს იცით რომ აყავთ ადმინისტრაცია, ჩვენ დავბეჭდეთ პლაკატები საქართველოს ეროვნულ გმირებზე. საქართველოს ეროვნულ გმირებზე ეს არის ის ხალხი, ვინც თავი გასწირა საქართველოსთვის იმ უთანასწორო ომებში, რომელიც ჩვენ გქონდა ბოლო წლების განმავლობაში და ვისი მეშვეობითაც ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ, აი ესეთი სკოლები ვაშენოთ. ასეთი ლამაზი ბავშვები იზრდებოდნენ, ქართულად სწავლობდნენ, უცხო ენებს ეუფლებოდნენ. დამპყრობლის და უცხო ქვეყნიდან მითითების და ინსტრუქციების და დარიგებების და იმით ჭკუეთ სწავლებების გარეშე. ნამდვილი განვითარება და ნამდვილი წინსვლა მოაქვს თავისუფალ ქვეყანას. თავისუფალ ქვეყანას სჭირდება თავისუფლებას სჭირდება დაცვა განსაკუთრებით როცა ყავს შენზე 100 ჯერ უფრო დიდი დამპყრობელი.
დღეს ჩვენ დამპყრობელს დროებით ჩამოჭრილი აქვს საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიწა ჩვენ კონტროლი გვაქვს დროებით დაკარგული ეს არის აქვე გვერდზე აფხაზეთი თქვენ ყველა მეცი ზოგიერთი თქვენგანი არის აფხაზეთიდან თქვენი მშობლები არიან აფხაზეთიდან და მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ძალიან დროებითია საქართველოს ყოლია ბევრი დამპყრობელი და უმეტეს შემთხვევაში ყოლია მათ დამპყრობელი საქართველოს თლიანად ამასთანავე ერთმა მოძღვარმა ეს არის მამა ზაქარია თქვა ძალიან კარგად და მე ესე კარგად მეც ვერ ვიტყოდი რომ ჩვენ იმაზე ის კი არა რომ 20% გვაქვს დაკარგული ჩვენ 80% დავიბრუნეთ იმიტომ რომ 100% ქონდა დაკარგული ჩვენ არ ქონდა დამოუკიდებელი ქვეყნის თავარი ატრიბუტი სახელმწიფო რა არის სახელმწიფო არის ის რაც აგებს გზებს გაყავს დენი აშენებს სკოლებს ან ეხმარება სკოლების აშენებაში სახელმწიფო არის ის რაც გვაძლევს საშუალებას რომ ვიყოთ ვიარსებოთ როგორც ერმა 80%-ზე ჩვენი მიწის ესე იგი ძალიან დიდ ნაწილზე ჩვენ ავაშენეთ სახელმწიფო ბოლო წლებში. დაგვრჩა 20%, მაგრამ როცა გაქვს სახელმწიფო, მე იმ 20%-ის დაბრუნება უბრალოდ ვილია. როცა არაფერი არ აქვს, იმასაც მნიშვნელობა პრაქტიკულად იმის მნიშვნელობაც მეორე ხარისხოვანი ხდება ხოლმე ზოგიერთი ადამიანისთვის. ამიტომ სახელმწიფო იყო მთავარი რომ შეგვექმნა. და ეს სახელმწიფო არის რომელიც საბოლოო ჯამში შემოიფიქრებს და გააძლიერებს ძალიან საქართველოს, იმიტომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის, თქვენ გეკუთვნით. ამ გმირება გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა. თქვენ იცით ალბათ ჟიული შარტავა, რომელიც სოხუმში იბრძოდა ბოლომდე და რომელიც არ გამოვიდა ცეცხლსაკიდებული მთავრობის სახლიდან. იქიდან ისინი გამოიყვანეს დამპყრობლებმა. გადაღებულია ეს ყველაფერი, როგორ აუღელებლად, როგორ თავაწეული მოდიოდა ჟიული შარტავა და წაიყვანეს და იქვე დახვრიტეს გამოსალმე სიცოცხლის მის თანამებრძოლებთან ერთად. თქვენ იცით გიორგი ანწუხელიძე. გიორგი ანწუხელიძე იყო ჩვენი მებრძოლი, რომელიც თუში, ალვანიდან, სოფელი ალვანი კახეთში და გიორგი ანწუხელიძე ჩაიგდეს ხელში რუსმა ჯარისკაცებმა, როცა ისინი შემოვიდნენ, როცა მათ განახორციელეს შემოჭრა საქართველოში. ჩაიგდეს ხელში, მოიყვანეს, დაუწყეს გადაღება ვიდეოთი, ძალიან ბევრი ურტყეს და თან შეეუბნებოდნენ, რომ ეხლა დაიჩოქე, აკოცე მიწას ჩვენ ჩექმებთან და შეაგინე სააკაშვილს. თქვი რომ სააკაშვილი არის კიდევ უფრო ცუდი სიტყვებით, რომელიც უბია თქვენ არ იცოდეთ. და გიორგი ანწუხელი, პრინციპში, ხო, თითქოს ბევრი არაფერი არ იქნებოდა, ხო, ამ კაცს რო ეთქვა, რომ აჰა, მე კოცნი მიწას, ახლა სააკაშვილი არის ძალიან ცუდი კაცი, მას სიცოცხლე შეუნარჩუნებდნენ. და ვინაიდან მტრის ამოცანა იყო საქართველოს დამცირება, გიორგი ანწუხელიძემ თქვა იმ წუთში, რომ მე ვარ დღეს საქართველო, მე ვარ ახლა საქართველო. და საქართველო, რომელსაც შეახდნენ თავზე, ურტყავდნენ წიხლებს, თავში ურტყავდნენ, აწამებდნენ, ცდილობდნენ რომ სახეთ ტალახში ჩაეყოფინებიათ. იმ წამში ამ ვაჟკაცმა თქვა, მე ხა ჩემი სიცოცხლის ვკერებდი, მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის. და მე არ მაქვს უფლება რომ ამათ დაუჩოქო, მე არ მაქვს უფლება რომ ამათ ფეხები დაუკოცრო, მე არ მაქვს უფლება რომ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც იმ შემთხვევაში განასახიერებს ეს ცალკე აღებული სააკაშვილი კი არა, განასახიერებს ქვეყანას, იმას შევაგინო. და ეს კაცია ესე წამებით მოკლეს, მაგრამ მაინც არ გაიჩოქა და მაინც არ მოიხარა თავი. და მე ვფიქრობ, ეს არის გმირობა, იმიტომ რომ ამ კაცმა თქვა, მე ვარ დღეს საქართველო და ჩემთვის დღეს ის არის საქართველო. მე ვნახე დედამისი. ცხოვრობს ალვანში, ძალიან კაი ქალია. უნდა მივხვდი რატო გაიზარდა ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ ამ ქალს ეს ქალი კი არ მეწუწუნა, კი არ მთხოვა. დანგრეულ სახლში ცხოვრობს. მე აღმოვაჩინე, სანამ მე არ ვნახე რომ სახლი არა აქვს. არ უთქვას არაფერი, საყვედური არ დასცენია. გადასახლებული იყო ნაცაების სახლში, იმიტომ რომ იმათ სახლი თოვლი იყო ზამთარში და ჩამოინგრა და გმირი სადაც გაიზარდა. ამაზე კი არ მელაპარაკა, თავის შულზეც არ მელაპარაკა. მელაპარაკა თავის ბიძაშვილებზე, ძმისშვილებზე, რომელიც ჯარში მსახურობენ, ძალიან თავდაბალი, მებრძოლი ქალი. აი ესეთ ოჯახებში იზრდებიან გმირები. სტუდენტებს ჩვენ საქართველოში ყველა სკოლაში გავაკრავთ. მათ შორის არის შინდისის გმირები, რომელსაც არ მიატოვეს საქართველოს სტრატეგიული სოფელი და მრავალი საათის განმავლობაში აკავებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდუ ტერს. თქვენ იცით, თქვენ მოგიყვებიან ისტორიის სახელმწიფოში 300 არაგველის შესახებ. ამაზე ნაკლები გმირობა თუ მეტი არ არის შინდისის გმირობა.
იმიტომ რომ ყოველი საათი, როცა ისინი აკავებდნენ ამ მტერს, ჩვენთვის იყო ყოველი საათი მოგებული დიპლომატიური ძალისხმევისთვის, ის რომ ჩამოგოყანა აქ საფრანგეთის პრეზიდენტი, ის რომ ამერიკის პრეზიდენტის მიმეწოდები ახმა, ის რომ ევროპის ლიდერები ჩამოსული იყვნენ, ის რომ თბილისში ხალხი შეგვეკრიფა, ის რომ ჩვენი ჯარის ნაწილი, რომელიც ერაყში იყო დაგვებრუნებია იქიდან, თვითმფრინავებით მოყავდა. ყოველ საათს ხონდა მნიშვნელობა და ამ ბიჭებმა უზრუნველყვეს ეს საათები. მათაც შეელოთ ეთქვათ, რომ რა დროს ჩვენი ისა წავიდეთ ახლა სახლებში, ზოგიერთმა თქვა კიდევაც და წამო ამათგან კი არა სხვებმა. და წამო ახლა მივხედოთ ოჯახები გავიყვანოთ და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთით ნაკლები ვიქნებით თუ ერთი მეტი ამ ხელმტერი მოდის აზრი არა. ამათ თქოს რომ ჩვენ ყველას ყოფნას აქ აქვს მნიშვნელობა. აი ესენი არიან შინდისის გმირები. თქვენი ყველაზე მთავარი პატრიოტიზმი რა არის? რო თქვა, თქვენი მთავარი პატრიოტიზმი არის კარგად სწავლა. იმიტომ რომ ყველა ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ჩვენ ყავს ბევრი ზოგადად განათლებული ადამიანები, მაგრამ 90-იან წლებში მოხდა სერიოზული ჩავარდნა 10-15-20 წლის წინ. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი, ერთი რომ საქართველოს ადგილი დაუმკვიდროთ სოფლიოში და მეორე იმისათვის, რომ ჩვენივე წარსული არ დაგვავიწყეს, იმიტომ რომ გაუნათლებელ ადამიანს ძალიან სწრაფად დავიწყდება წარსული. გაუნათლებელი ადამიანი ძალიან ადვილად ეგება ცრუ დაპირებებს, მათ შორის ტყის ცრუ დაპირებებს. თქვენ აუცილებლად უნდა ისწავლოთ უცხოენები. ჩვენი ენა ძალიან მნიშვნელოვანი ენა არის, ქართული. ძალიან მნიშვნელოვანია მეგრული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობლების ენები, იმიტომ რომ ჩვენ რამდენი ენაც ვიცით, იმდენად ძლიერი ადამიანები ვართ. ვინც შექმნა ეს სკოლა, ბატონ ჯიმშერს, მე დაუსწრებლად ვიცნობ, იმიტომ რომ ეს კაცი ყოველთვის ჩუბად აკეთებდა კარგ საქმეს. და არაფერს ამაში არასოდეს არ ითხოვდა, თავისთვის წყნარად აკეთებდა თავის, რასაც აკეთებდა. აი ეს ადამიანი ყველა საქმეში უნდა იყოს მაგარი. თავის საქმეში არის მაგარი. მაგრამ მარტო ის რომ ბიზნეს აკეთებდა თქვათ, ეს არ არის საკმარისი შენი ქვეყნისთვის. კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. კიდე რაღაც უნდა გააკეთო. ჯერ გააკეთა ძალიან მაგარი ლაბორატორია პედაგოგების ოჯახიდან არის. შამგონაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე მყოფ სოფელში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვები დაგვემაგრებია. რომელიც აფხაზეთის ხაზზეა პირდაპირ ოკუპაციის იქ წინ და უკან ყოველდღე უყურებენ ჩვენი ბავშვები ოკუპანტები როგორ თელავენ ჩვენ მიწას. ფანჯრიდან პირდაპირ იმ ლაბორატორიას რომელიც გაკეთდა. და გააკეთა ეხა ეს სკოლა. მათ შორის ჩვენი თხოვნით. ამიტომ ეხა მე მინდა ჩემი მოგზაურებული თხოვნა ვიცით რომ აპირებთ ასევე შესაძლებელია ტექნიკუმის გაკეთება და მინდა გთხოვოთ რომ როგორც აი ეს სკოლა მაგრა გააკეთეთ, ბავშვებს ჭირდებათ ასევე პროფესია. რომ ხელში მე სამსახური არ გაუჭირდეთ, ხო? და თუ ტექნიკუმსაც დაამატებთ, ამისთვის ძალიან დიდ საქართველოს საქმეს გააკეთებთ. ეს არის წყინვალების ორდენი, რომელსაც გადავცემთ განსაკუთრებით გამოჩენილ ადამიანებს, აი, როგორია, ნახეთ რა ლამაზია. ესეც სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტია ასეთი ორდენები. და მე მინდა ამ თქვენი სკოლის დამფუძნებელს კარგ კაცს, რომელსაც ეს თხოვნაც და ოცნებად შეგვისრულა. წინა არ გვითხოვია, მაგრამ თვითონ გააკეთა. ეხლა კიდე ერთი რაღაცას თხოვეთ, კიდე ტექნიკუმის გაკეთება, ამასაც გააკეთეთ, დაწურებული, იმაზე მეც გააკეთეთ, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ ასე გაზარდეს მამამ და დედამ. მინდა გადავცე ეს წყინვალების ორდენი. აი. მადლობა. კიდევ საქართველოს ყველა სკოლაში, იმიტომ რომ დავბეჭდეთ უკვე რომ ბავშვები ყოველდღე რომ აიხედონ ზემოთ ან ფოიეში რომ შემოვლენ, დახვდეს პირველი სურათები იმ ხალხის, ვისაც უნდა მიბაძონ. მადლობა. აქ ვაპირებთ არგონავტებზე მითი გავაცოცხლოთ, ანუ არ არის ჯერ დასრულებული აქ დამხარე. ტექნიკუმ საით ფიქრობ? აგერ პროფესიონალ. აკე ტექნიკუმ. ძალიან მაგარი. დიდი უკვე სარკე შუშისგან გაკეთებული, კლასიკა და შუშა ხაიტექს გააკეთებს კარგად. ეს იქნება სასწაული. აქ თუ ტექნიკუმის დაემატა ამას. დავიწყეთ ჩამგორის ლაბორატორია, მე ესა ტექნიკუმი და ვალო. გამარჯობა, როგორ ახალ? როგორ ახალ? როგორ ახალ? მაგრამ კიდევ ვალო, როგორ ახალ კიდევ? უფალმა გაგაძლიერა. ეცა. რავა? ვალო. ძალიან მედი გვაქვს. მადლობა. მთელი სამეგრელო თქვენთან არის. მადლობა. მთელი სამეგრელო თქვენთან არის.